მშვიდობისა, თქვენ ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეს უყურებთ ჩვენ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან ვართ და ჩვენი მასპინძელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია. საღამშვიდობისა ბატონო პრეზიდენტო, მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუს. საღამშვიდობის, მივესალმები აჭარის ტელევიზიის მაყურებელს და საზოგადოებას ისმენთ ყურადღება. ბატონო პრეზიდენტო, დავიწყოთ საუბარი იმით, რაც ამ ერთ წელში გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. როგორი არის საქართველოს პრეზიდენტის შეფასება, რა მოხდა ამ ერთ წელში? პრინციპში ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპში მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას. არჩევნებამდე შემიძლია განვაცხადო, ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლება საუბრობდით გამოწვევებზე, თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ეს გამოწვევები, პრინციპში თანმიმდევრული ვიყავით, რომ როგორ ცდილობდნენ გარე და შიდა ძალები, ასე ვთქვათ, ერთობლივად დაზიანებას ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და არჩევნები ერთ-ერთი ფაქტორი იყო 26 ოქტომბრის, რომელზეც გააკეთეს აქცენტი, რომ რაღაცა ძალადობრივი ქმედებები განხორციელიყო შემდეგ. ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ იმდენი მხარდაჭერა, რომ არჩევნებში გაემარჯვებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ ჩემის აზრით ხმები მოიპოვეს და დემოკრატიულ ქვეყანაში 40% როცა აქვს ოპოზიციას, ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. მათ შეეძლოთ, რომ გაეგზელებინათ სახელმწიფოებრივად აზროვნება და შემოსულყვნენ პარლამენტში, მაგრამ იმას, რასაც ჩვენ წინა პერიოდში ვაანონსებდით და ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მომხდარი იყო საქართველოში ძალადობრივი ქმედებები, ამისთვის საზოგადოება მომზადებული აღმოჩნდა, მიუხედავად ამ ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა გამოწვევებისა განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ჩვენი საზოგადოება იყო მომზადებული, ხელისუფლებაც მათ შორის და პროცესი თუ წყნარ გონებაზე ჩვენი მოქალაქეები შეხედავენ პროცესს და ვის უნდა ენდონ და ვის უნდა დაუჯერონ, სწორედ ესეთი თანმიმდევრობით მიმდინარეობს ეს პროცესი და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა. არის უმცირესობის უმცირესობა, ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ დამოკიდებული გარე ძალებთან ერთად ახორციელებს ამ ქმედებებს და ესეც მილევად რეჟიმშია. თავარია ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული, ჩვენი ასე ვთქვათ ვალია, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული სახელმწიფო მშენებლობაში საზოგადოების წევრები, ჯერჯერობით ესეც გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მმართველი პარტიის მომხრეები და ის ძალები, რომლებიც მუდმივად გრძნობენ ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას და მხარში უდგანან სახელმწიფოს ამ შემთხვევაში და პრინციპში ამანაც განაპირობა, რომ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს. ბატონო პრეზიდენტო, ამ ერთ წლის განმავლობაში არაერთი კრიტიკული განცხადება მოვისმინეთ თუნდაც ევროსტრუქტურებიდან. ბოლო განცხადება იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოში, რომელმაც თქვა, რომ აი ამ მიღებული კანონებით საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. არადა ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების არაერთი განცხადება, რომ საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი, იმის მიუხედავად რა განცხადებები არ უნდა გაკეთდეს ევროპარლამენტიდან. როგორ აპირებთ საქართველოს გაწევრიანებას აი ამ განცხადებების პარალელურად ევროკავშირში? ხო, თითქოს შევარაღებელი თვალით ესე ჩანს, რომ როგორ ევროკავშირის ელჩი იძახის, რომ თქვენ რაღაც კანონებს იღებთ და ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი და ჩვენ ძალაუნდობლად ძალდატანებით ჩვენ საზოგადოებას ვაცნობთ, რომ ჩვენ არ შეგვიჩერებია ეს პროცესი ევროკავშირში გაერთიანების და ვაგრძელებთ პროცესს. სად არის აქ სიმართლე, ხომ? დასვავს მარტივად ჩვენი მოქალაქე ამ კითხვას, რა კითხვაც თქვენ დასვით. აუცილებელია ისაც წინა პასუხში მე ვისაუბრე, რომ ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება არის ჩვენი ძალა.
და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას სახელმწიფოს წინაშე, რა თქმა უნდა, მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებული. ეს პროცესი, რომელიც დღეს არ დაწყებულა, ხო, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მუდმივად არის ამაზე აპელირება, რომ ჩვენ, ვთქვათ, ევროპა ვართ და ევროპაში გვინდა და ეს დიდი სურვილია ჩვენი წინაპრების არაერთი, ასე ვთქვათ, თაობა იყო ამის მოსურნე და უამრავი, ასე ვთქვათ, ხარტეხილები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ იმისათვის, რომ ევროპის, ასე ვთქვათ, სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. ხომ, ეს პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ აქ სწორედ იმ გამოცდილებიდან რა გამოცდილება ჩვენს ქვეყანას გააჩნია და მუდმივად ამაზე ხაზს უსვამთ, რომ 3000 სლოვანი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა ამ ასე ვთქვათ, საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ პრევენცია განახორციელოს ნებისმიერი მიმართულებით, როცა აქვს გეზი აღებული, თავარ საკითხად ყოველთვის იყოს შენარჩუნებული მისი იდენტობა, შემდეგ უკვე ახლობით 1700 წლის წინ ჩვენ გავხდით ქრისტიანი ერი, რომელზეც დაყრდნობილია თითქმის შერწყმულია ჩვენი იდენტობა ქრისტიანობასთან და ეს გეოგრაფიულად მდებარეობა, სადაც ეს ჩვენი ქვეყანა არსებობს, ეს იყოს დაურღვეველი და ამ პრინციპებზე უნდა იყოს ნებისმიერი, ასე ვთქვათ, საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად ძლიერი გახდეს და გეზი აღებული იყოს ნებისმიერი გაერთიანებისკენ, ეს უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ ხედავდით ამ პროცესს, რომ ევროკავშირი ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ღირებულებები, ეს პრინციპები დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის და ამავე დროს ვიყოთ იმ გაერთიანების წევრი იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩვენი ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით მოხდება. და როცა უგულებელყოფა ხდება ამ ჩვენი ეროვნული ინტერესის და პირდაპირ დირექტივებით ხდება, რასაც მაგალითად შეიძლება ამ კითხვაშიც ჩანდეს ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ თქვენ ისეთ კანონებს იღებთ, ვერ გახდებით ესეთი პირდაპირი გზავნილი, ეს არ შეეფერება იმ გაერთიანების, ასე ვთქვათ, ძალისხმევას, რისთვისაც შეიქმნა ევროკავშირი, რისთვისაც არის, რომ თანაბარ უფლებიანი წევრები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა წევრის ინტერესები, ხო? და მისი პასუხი ამას არ შეესაბამება, ამას ვფიქრობ და ჩვენ სწორად აგვაქვს, ასე ვთქვათ, აღნიშნული, რომ ჩვენ კონკრეტულ ბიუროკრატს, ან ევროპარლამენტარი იქნება, თუნდაც ელჩი იქნება, თუნდაც ამ შემთხვევაში დღეს ვინც ხელმძღვანელობს ამ ბიუროკრატიას ევროპარლამენტის, ამით ჩვენ არ ხელმძღვანელობთ და ჩვენ ევროპას ყველანაირად წარმოგვიდგენია. ეს რაც ეს რაკურსზე რაც მე ვისაუბრე, რაზეც მე ვისაუბრე, მნიშვნელოვანია, რომ გათვითცნობიერებული გვაქვს და მოქალაქეებიც ინფორმირებული არიან იმისთვის, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს სული, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ევროპის ნაწილი, თუმცა იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებსაც ჩვენ საუკუნეებია ვიცავთ და გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს გამოკვეთილად დაცული და ეს პროცესი გაერთიანების საშინაო დავალება, კანონმდებლობის შეცვლა იქნება თუ ასე შემდეგ, ეს ექვემდებარება პარტნიორულ ურთიერთობას, დიალოგს და სჯაბას იმისთან დაკავშირებით, რომ რას ეწინააღმდეგება ჩვენი მიღებული კანონები. რომელ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ის არ არის, რომ მხოლოდ სურვილის მიხედვით ვიმოქმედოთ, ხო, მით უმეტეს სამართლებრივ სივრცეში. როცა კანონზე აქვს საუბარი, კანონი უნდა განიხილებოდეს და რაში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ხო? ამაზე გვაქვს საუბარი და ამისთვის ჩვენ მზათა ვართ, მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვათ. იმაზე უფრო მეტად მზათა ვართ, ვიდრე ამ პასუხებს ვისმენთ, ხო? ეს არ შეეფერება ჩვენი ევროკავშირის ელჩი ერთადერთი არ არის, ვინც ასეთ მწვავე განცხადებებს აკეთებს და დააკეთებს, მაგალითად გერმანიის ელჩი, რომელიც ამ დროისათვის გაიწვიეს კონსულტაციებისთვის. როგორ ფიქრობთ, აი ამ კონსულტაციების შემდეგ უფრო მწვავე განცხადებები არის მისი მხრიდან მოსალოდნელი თუ რაღაცნაირად დასტაბილურდება ეს მდგომარეობა? ხო, ეს გაგრძელება არის. აი, უყურეთ, ვინ აზიანებს იმ ევროპულ, ასე ვთქვათ, ღირებულებას, რისკენაც იყო, ასე ვთქვათ,
სწორება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წინაპრების, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების და ასე შემდეგ, რომ ამ სივრცის ნაწილი გამხდარიყავით ჩვენ. ვინ ეწინააღმდება? აი მსგავსი საქციელი, მაგალითად, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებს, ხო, პირდაპირ წერია შავით თეთრზე ვენის კონვენციის 51 მუხლია, რომ რა ევალება ელჩს, როცა ის სხვა ქვეყანაში მოქმედებს, ხო, პირდაპირ არის გაწერილი და ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს ეს ადამიანი ყველაფერს და არა მარტო ეს ელჩი, ხო, როცა შიდა საქმეებში პირდაპირ ეგზალებათ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ხო, ის მეტუფლებას აძლევს თავისთავს და ეს ხო ეწინააღმდეგება იმ პროცესს, რომელზეც ჩვენ, ასე ვთქვათ, საუკუნეებია და წლებია ჩვენ ვისწრაფით, ხო, ვინ აზიანებს? ამ შემთხვევაში აზიანებენ ეს ადამიანები, რომ სწორი შენიშვნა იქნება ჩვენი საზოგადოების ალბათ არც თუ ისე მცირე ნაწილისა, რომელიც იტყვის, რომ რა გინდათ ამ გაერთიანებაში, კაცო? თუ ესე გექცევიან, თუ ესე პასუხობენ, თუ ესე ერევიან თქვენ საქმეში, რატომ უნდა იყოს საქართველოს ამ გაერთიანების ნაწილი? აქ რატომ წავედი მე ამ სიღრმეებში და აუცილებელიც არის, რომ ჩვენ ესე ვიაზროვნოთ და ესეთი, ასე ვთქვათ, ესე დავსვათ ეს საკითხები, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გერმანიის ელჩი ევროკავშირი ან ევროპა ან თუნდაც არსებული ევროკავშირის ელჩი ან რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე წარმომადგენელი ამ ბიუროკრატიის და ხედავთ კიდევაც, ხომ, ევროკავშირში არიან ძალები, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაციები, რომელსაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვს, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ამ სივრცის ნაწილი გახდეს და სწორედ აქ მიდის ჩვენი, ასე ვთქვათ, ხედვები, რომ ჩვენ ვიცავთ ისეთ ღირებულებებს, რაზეც ჩვენ დავთანხმდით, რომ ევროპის ნაწილი უნდა ვიყოთ და ეს ღირებულებები ირღვევა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ისე ევრობიუროკრატია, როგორ ებრძვის ეროვნულ სახელმწიფოებს და ჩვენ გვყავს პარტნიორები მაგალითად ამ საკითხში, შეგვიძლია დავასახელოთ უნგრეთი, სლოვაკეთი, ეხლა უკვე ამ ჩეხეთშიც გაიმარჯვეს ამ იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, ამ ღირებულებების მქონე პარტიამ და ძალებმა და ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ ეს პროცესი უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენ ეს ვიცით, ხო, ევროპა არ არის დღეს შექმნილი, ასე ვთქვათ, სივრცე, ხო? და უამრავი, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება, სამართალი, ადამიანის უფლებები სწორედ იქ განხორციელდა. იმიტომ იყო ჩვენი სურვილი, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაიღოს და ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ ეს პროცესი შეიცვლება. მაგრამ თუ არ შეიცვლება და ჩვენ ესე არ აგვაქვს უფლება, რომ ესე, ასე ვთქვათ, ვარაუდით მით უმეტეს სახელმწიფომ იხემძღვანელოს. ჩვენ მზათა ვართ ნებისმიერ დროს დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მსჯელობისთვის, ნებისმიერ საკითხზე მუდმივად ხას უსვამთ. მაგრამ მათი ქმედება, მათი ეს დამოკიდებულება შეურაცხყოფელიც არის. ჯერ-ერთი შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. თან ერთი აი პარადოქსი რა არის, თითქოს საქართველოს ხალხზე აქვს აქცენტი, რომ იმ ხალხს ჩვენ აი მხარში უნდა დაუდგეთ, ხო, არჩევნების დროს რო აკეთებდნენ, არ ღვევდნენ ამ კონვენციას და პირდაპირ მნიშვნელობით ერეოდნენ არჩევნებში, საქართველოს ხალხზე ქონდა თითქოს აქცენტი და ეს ხალხი არის უმრავლესობა ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ამ ხალხს რატო აყენებს შეურაცხყოფას? რატო თვლი, რომ ეს ადამიანები ვერ აზროვნებენ, გონიერები არ არიან და ვერ ხედავენ, რომ რაში არის საქმე და რაში არის ეს, ასე ვთქვათ, ჩარევა. თქვენს ხალხზე საუბრობთ, როდესაც არის საუბარი ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე, არგუმენტები ხომ ყოველ შემთხვევაში საქართველოს ოპოზიციას მოაქვს ხომ, რომ აი არ უნდა ევროკავშირს, რომ ქართულ ხალხს შეუწყვიტონ ეს ვიზა ლიბერალიზაცია, ლუქსემბურგშიც იყო, ხო, რამდენიმე დღის წინ და მუდმივად გვესმის ეს საკითხი, რომ უნდა მოეხსნას თუ არა საქართველოს ეს ვიზა ლიბერალიზაცია. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე საქართველოს ამ სტატუსს ინარჩუნებს. თქვენ წეგან საუბრობდით, რომ მცირე რაოდენობით, მაგრამ არიან ქვეყნები, ვინც საქართველოსთან ასე პარტნიორულ ნაბიჯებს დგავს ყოველდღიურად. ეს ქვეყნები გშველიან ჩვენ აქამდე, რომ ეს არ შეგვიწყდა ეს ვიზა ლიბერალიზაცია? ჩემის აზრით არა მარტო ეს ქვეყნები, თავად ის ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტარი თავადაც ფიქრობენ, რომ ტექნიკურად ეს საკითხი საკმაოდ რთულად შესასრულებელია, იმიტომ რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია რაღაცა სწორედ ისეთი რამ არის, რასაც სხვა ფაქტორები არის ამისთვის განსასაზღვრელი, რომ რატომ უნდა შეუჩერდეს ამა თუ იმ ქვეყანას ვიზა ლიბერალიზაცია. თან
თან ამ ბოლო დროს იყო შესწორებები, რომ არა მარტო ჩვენს ქვეყანაზე, არამედ 60 ქვეყანამდე იყო საუბარი, რომ გადახედეს ამ ხელშეკრულებას და რა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გამოკვეთილად კრიტერიუმები, რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია განხორციელდეს და ეს არის სწორედ აქედან გამომდინარე შანტაჟის ენად გამოყენებული ჩვენს მიმართ. ხომ ისინი ეძებენ ამა თუ იმ საკითხს, რითი დააშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა. რატომ, ხო? ამაზე ჩვენ დღეს არ შევხებივართ ამ საკითხს, მაგრამ თუ ძალიანობაში წარმოვიდგენ პროცესს, რომ რას არ დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება, რატომ აქცია ზურგი და რატომ დაიწყეს ესეთი მიზანმიმართული დაზიანება ჩვენი სახელმწიფოსი და რატომ უნდათ რომ აქ განხორციელდეს ძალადობრივი ქმედებები და რევოლუცია და შემდეგ. რა არ შეასრულა ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ხალხმა. რაში იყო წინააღმდეგობა, ხომ? ამის პირდაპირი მნიშვნელობით პასუხი ხომ არ არსებობს. ერთია იმას, რასაც ჩვენ ღიად საუბრობთ, მანამდე საუბრობდით, რომ ეს ზეწოლა პირდაპირ კულუარებში მოთხოვნა იმისა, რომ ჩვენ აქტიურად ყოფილიყავით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს, რომ საქართველოს თავისი წილი მონაწილეობა უნდა მიეღო და რაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ, მას შემდეგ დაიწყო ეს შანტაჟისტენი საუბარი და გახსოვთ ალბათ კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში იყო პირველი შანტაჟი, რომ იმ ორ ქვეყანას მიენიჭეს, სადაც იმ სამი ქვეყნიდან ყველაზე, ასე ვთქვათ, რეფორმების მხრივ საქართველო იყო პირველ ადგილზე, მაგრამ გადაწიეს მესამე ადგილზე და არ მიანიჭეს, იმიტომ რომ ეს შანტაჟის ენა იყო იმისთვის, რომ არ შეასრულა საქართველომ ის დავალება, რაცაც მასზე იყო დაკისრებული იმ შემთხვევაში და როცა კულუარებიდან ჩვენ ეს ინფორმაცია გამოვიტანეთ, ესეც დაეხმარა ჩვენ საზოგადოებას, რომ მეტად ინფორმირებულია და შეეგება იმ გამოწვევას, დავინახეთ, ხო, ეს ძალები, რომლებიც უკვე მილევადია და დღეს ქუჩაში გამოდიან და ასე ვთქვათ, ეტაპების მიხედვით ხან ერთ თვეში ან ორ თვეში შეიკრიბება 5000-დან 7000-ად. ეს იგივე კატეგორიის უმცირესობის უმცირესობა, როცა პირველივე დღეებში ომის დაწყების შემდეგ, როცა ჩვენ უარი ვთქვით, რომ დაიწყო აქციები. გაიხსენეთ, აბა რას თხოვდნენ მაშინ საქართველოს? ვინმეს აქვს ამაზე, ასე ვთქვათ, სრული პასუხი, რომ რას ითხოვდნენ იმ აქციებში? მონაწილე მოქალაქეები გამოვიდა საზოგადო მოღვაწეები, არ ვიცი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ითხოვდნენ რას? გაიხსენეთ, შეგვიძლია გამახსენო რას ითხოვდნენ? ბატონო მიხეილ, ითხოვდნენ მაგალითად გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც იყო მიღებული. მაგაზეც ვისაუბრებ, მაგრამ ჯერ გამჭვირვალობის კანონი არ იყო მიღებული. ომის დაწყების შემდეგ გაიხსენეთ. იყო იმაზე საუბარი, რომ უკრაინაში წასულიყო რეისი, თქვათ, უკრაინაში ჩაეყვანა ქართველები სანქციებთან მოხალისეების, ანუ პირდაპირ ჩახრედან ყოფილიყო თბილისის აეროპორტიდან ეს საზოგადოებას რის თქმა მე ძალიან კარგად მიერთებულიყოთ. უბრალოდ დღეს ეს თემა აღარ მოსილებს ესე, მაგრამ უნდა შევახსენოთ იმ საზოგადოებასაც, რომელიც გამოდის და ეხლა უერთდება და რაღაც სამართლიანობის პრინციპებზე როცა აქვს დაგებული. აი ერთი წამით დავშვი, ყოველთვის მინდა რომ გავახსენო საზოგადოებას. რას ითხოვდნენ? სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ მოხალისეების გაგზავნას, სანქციებთან შეერთებას, ხო? რას მოუტანდა? მოდი ეხლა ესე დავშვათ ეს კითხვა. რას მოუტანდა საქართველოს თუ გადაედგა ეს ნაბიჯი მაგალითად მაშინდელ ხელისუფლებას დათანხმებოდა ამ საზოგადოების უმცირესობის ნაწილის და ევროპარლამენტარების და უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნას და დათანხმებოდა ამ მოთხოვნების შესრულებას. პასუხი აქვს ვინმეს რა მოხდებოდა? რა ელოდა საქართველოს ამის შესრულებას? ჩვენ ვიცით რა ჩვენ მანამდეც ვიცოდით ამას, იმიტომ არ ვახორციელებდით თო როგორ დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა და ეს იყო ჩვენი იარაღი, სწორედ რომ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ საზოგადოებას და სწორედ ამან გადაგვარჩინა, რომ უმრავლესობა საზოგადოების ჩვენი ხელისუფლების გვერდში დადგა. ეს გამოიწვევდა საქართველოს ომში ჩართვას, იმიტომ რომ ზუსტად ერთი კვირა არც იყო გასული თუ 10 დღე, როგორც მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი ქვეყნიდან ნიშნავს პირდაპირ ომში ჩართვას იმ ქვეყანასთან, რომლის პოზიციაც ეს იყო თუ აქვს. ყველასი იყო. ანუ რა გამოდის, რომ ჩვენ ვერთვებოდით ომში და სანქციებთან შეერთებით რა ეკონომიკურ ზარალს მიიღებდა ჩვენი ქვეყანა. იმ სანქციებზე რა სანქციებსაც თხოვენ, თორე სანქციებთან შეერთებული საქართველო ვარი და კეთილსინდისი და დღემდე ასრულებს ამ სანქციების უმრავლესობის ნაწილს, მაგრამ ამ სანქციების განსხვავებით აი ეს ქვეყნები, რომლებიც მოუწოდებდნენ
მაგალითად ბალტიის ქვეყნები დღეს კიდე და გუშინ გამოქვეყნდა სხვადასხვა კვლევები იმის შესახებ, რომ როგორ ეხმარებიან, ასე ვთქვათ, რუსულ ნავთობკომპანიებს მილიარდების შოვაში. ეს ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ და ჩვენ გვაიგივებდნენ ამ სახელმწიფოსთან. აი ესეთი ორმაგი სტანდარტით ქმედება. მე ამას რატო ვსაუბრობ? იცი ხო, ვისთან მიმართებაში ეს კითხვა, იმიტომ დავსვი, ეს საზოგადოება, რომელიც დღესაც გამოდის და ამას ითხოვდა და პასუხისმგებელი არაფერზე იყო და ვერც იქნება, იმიტომ რომ დავალებას ასრულებს. თვითონ თავისუფლების მოთხოვნით გამოდის, მაგრამ ეს არის მონობა, სწორედ რომ ერთი კითხვა არ უჩნდებათ, რომ ეს რო გაეკეთებინა საქართველოს, ან ბოდიშიც უნდა მოიხადო, რომ გამოდიხარ და ამას თხოვ საქართველოს და ამის შემდეგ რა, ასე ვთქვათ, შეემთხვეოდა შენ სამშობლოს, შენ ქვეყანას და მე გახსოვს როგორ გადააკეთესო, ვინ ითხოვდა ომ. სხვათა შორის აი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება და მადლობას უხდიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალიან დიახ, რომ შეასრულა ქვეყანამ პირნათლად. მაშინ ის ევროკავშირის, თუმცა ბრიტანეთის და ამერიკის წარმომადგენელი იყო, სწორედ ამ საკითხებთან ჩამოსული და მათაც ანალოგიური შეფასება გააჩნდა. აბა მოუსმინეთ ახლა დეკანოვიძე რა საუბრობდა უკრაინის ტელევიზიის ეთერში, რომ რაღაცა შავი ხვრელებია და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა. ეხო ერთი წამით რომ გაიფიქროს ადამიანმა და ეს პროცესები, ასე ვთქვათ, სიმართლე შეეფერებოდეს, ხო წარმოიდგინე როგორ ზიანს აყენებდა საკუთარ სამშობლოს, ხო? და ამაზე ხო პასუხი არა აქვს. ეს ადამიანები ხო რატო ვეძახით ჩვენ უსამშობლოებს ახლა ნამდვილად მიჭირს ამის შეფასება პრეზიდენტის რანგში, რომ ესე უწოდებს საქართველოს მოქალაქეს რომელიმეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ზიანი მიადგებოდა ჩვენ სამშობლოს, რომელზეც გარდა ხელისუფლებისა ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ინფორმირებამ ჩვენი საზოგადოების გონიერებამ, სიბრძნემ გადაარჩინა და დღეს იმიტომაც ვამბობ, რომ ყარადა ვართ. რატო ვართ ყარად? იმიტომ რომ უმრავლესობა ძალიან კარგად იცის, სად დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და ამ ევროკავშირთან მიმართებაშიც გაიხსენეთ, როგორი, ასე ვთქვათ, ჩასაფრებული ეს შანტაჟის ენა რო აღარ ჭრის, ამაზე ვსაუბრობდი, ეს არის შეურაცხყოფელი, როცა ინსტრუქციით მოქმედებ და გონია რომ აკყვება ვიღაც და მხოლოდ შენი მიერ დაფინანსებული რაღაც რადიკალური ძალებიღა შეკრჩა და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებ, ვის მეტად ინფორმირებულია ვიდრე შენ ამ საზოგადოებას რაიმე სახით გინდა რომ დააშანტაჟო ან უთხრა რომ აი შენ დაკარგა ვიზა ლიბერალიზაციას ვერ გაწევრიანდები თუ ამ კანონს მიიღებ ევროკავშირში. იმან კი არ იცის რომ ის კანონი უფრო დამაზიანებელია ჩვენი სამშობლოზე ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება და როცა ამის გონი და სიბრძნე არ ყოფნით და დავალებით ეხლა მე პიროვნულად არაფერს ვერჩი მაგალითად ჰერჩინსკის, მაგრამ ის თუ ის ხაზი არ გაატარა, რასაც ევროპული ბიუროკრატია ავალებს მას, ის აღარ იქნება ელჩი და მესმის რომ მან ეს ხაზი უნდა გაატაროს, მაგრამ ჩვენიც უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვერანაირ, ასე ვთქვათ, დირექტივას ვერ მივიღეთ, მით უმეტეს ამ ფონზე, როდესაც გადავიტანეთ ამდენი რამე, ბევრი, ასე ვთქვათ, დაძაბულობის ხარჯზე, გამოვედით მთელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო და მოქალაქეები და საზოგადოება და ხელისუფლება აქედან და ძალიან მყარად ვდგავართ და მე მინდა საზოგადოება მიუხედავად ამ მედიაში წარმოებული, ასე ვთქვათ, ამ აღვირახსნილი დეზინფორმაციებისა, შეხედოს იმ თანმიმდევრობას და პრინციპში აფასებს კიდევაც უმრავლესობა, მაგრამ ის ნაწილიც ხომ ეხლა პირიქით ვიტყვი, რომ ის ნაწილიც ხომ ჩემი მოქალაქეები არიან. მინდა რომ მით უმეტეს ახალგაზრდები, რომ კაცო, შენ თავს დაუსვი ეს კითხვა. შენ თვითონ გაიაზრე, რაღაც კონკრეტულ ძალადობაზე რო გვაქვს აქცენტი, რის გამო ხარ შენ ქუჩაში, რატო გამოხვედი და რას აპროტესტებდი და ეს ხაზი იმ მაშინდელ ასე მე მოყვა რუსული კანონი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი. აი ამაზე მინდა ბატონ პრეზიდენტო გკითხოთ, მიიღებული იქნა გამჭირვალობის შესახებ კანონი, მე ფარას კანონი პირდაპირ გადმოტანილი იყო. ამის მიუხედავად, აი მაგალითად რამდენიმე რეპორტაჟი ჰქონდა ტელეიმედს, რომ ევროკავშირიდან გადმოირიცხა თანხები ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრებზე და აი აქედან ეს თანხები გავიდა ანტისამთავრობო ქმედებებზე. თქვენ საქართველოს პრეზიდენტს გაქვთ ამაზე რამე ცნობები? ესე მოკლედ ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ მე პირადად სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი და ვიყავი ჯერ ასე ვთქვათ ქართული ოცნების შემდეგ ხალხის ძალა შევქმნით და პირდაპირ კავშირში ვიყავი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ხო? რა გამოვიარეთ ყველამ ერთად თელმა სახელმწიფომ, როგორი ძალადობა განხორციელდა, როგორ სიცრუეში და დეზინფორმაციაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი, მაშინ განსაკუთრებით ახალგაზრდები და ზოგიერთი დარჩა კიდევაც ამ
პროცესში, რომ ვერ გამოდის ამიდან, ну რა არის აქ საუბარი, ბრუნვაში არის რუსული, რუსულმა, რუსული და ასე შემდეგ. ამაში ცხოვრობს ადამიანები ჯერ კიდევ ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხო გახსოვთ, ხო? არაერთხელ მithქვავს ამაზე მისაუბრია, რომ არ ვიცი ხა ევროპას ადამიანის უფლებებს, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, მით უმეტეს კანონის განხილვას და მსჯელობას კანონთან მიმართებაში ამას რომ უგულვებელყოფ, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს იმდენად დამაზიანებელი იქნება, რომ არც კი უნდა განიხილოთ ეს პირდაპირ დაარქვეს იარლიყი მიაწებეს, რომ რა იყო ეს, ხო? ეს იყო რატო მიაწებეს რუსული? რომ ყველაზე ემოციურად განცდა გაქვს შენ რუსეთთან მიმართებაში, ხო? რუსეთი არის მტერი და იმიტომ არის ტექნოლოგია შეუძლებელი, რუსული ომონი, რუსული ხელისუფლება, რუსული ბიზნესი და ასე შემდეგ, ყველაფერს რუსულს ეძახიან, საჭმელსაც რუსულს და ასე შემდეგ, ამით შემოიფარგლენ და ეს იყო გაყიდვადი მაშინ და ამით სპეკულირებდნენ და ესეც ჩამოდნა, ხო, დაინახეთ, უკვე ქილიკის საგანია და სასაცილო, მართლა სასაცილოა, ხო? როგორ შეიძლება თავმოყარე, მით უმეტეს პარლამენტარი ხარ, რაღაცა მოქალაქეობაზე პრეტენზია გაქვს, ხო და კანონის შეფასება ხდებოდეს სხვა ქვეყნის კანონისთან მიმართებაში, თან მეუბნები რომ არ წავიკითხოთ, რაც გეუბნები წავიკითხოთ და მითხარი რა არის აქ მიუღებელი, რა ეწინააღმდეგება, რას ეწინააღმდეგება ან ევროპულს, ან საერთაშორისო სამართალს, ხომ და მითხრა, თუ ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, მითხარი შედალოცილო, რაში არის წინააღმდეგობა? არა, რუსულია და აქ აი როგორ უნდა შეხვიდე მსჯელობს, ჩვენ ხო ვიცით რომ ეს რასთან დაკავშირებით იყო. რატო გავაკეთე ეს შესავალი? ეს პროცესი, რომელიც ჩვენ კი ვიცოდით ამ კანონს რატო ვიღებდით, სწორედ ჩვენ გამჭირვალობა გვინდოდა რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც რაღაცა შეფუთული იყო სხვა ეგიდით და თითქოს რაღაცა დახმარების, რაღაცა სფეროების განვითარების რაღაც საკითხებში ჩვენც ხო თანამშრომლობდით, რაც პარლამენტის წევრი ვიყავი, არაერთხელ მithქვავს, რომ მქონდა USAID-თანაც, NATO-თანაც, UNDP-სთან და შემდეგ ყველასთან ურთიერთობა და რაღაც საკითხებს ერთად გავდიოდით სხვადასხვა ხელმებებზე, მაგრამ როცა ესეთ სიტუაციაში რომ ხედავდით, რომ ეს მომზადებული ახალგაზრდების ჯგუფები, ეს ორგანიზაციები, მე პირდაპირ ხო გახსოვთ, პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე ამოვიდნენ. და ეხლა მინდა მოვიშველიო ირაკლი ბატონმა პრემიერმა ერთხელ თქვა, რომ რას ნიშნავს ეს სამოქალაქო საზოგადოება, რაღაცა პრივილეგირებული კასტა, მინიჭებული, რომ ესენი არის, ესენი განსაზღვრავენ რას. ხო ერთხელ თქვი, როცა დავიწყე ამათ წინააღმდეგ მოძრაობა, მაშინ თქვი სიმახინჯია. არ შეიძლება სახელმწიფოში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია სუბორდინაცია, ხო, არჩევნების მიერ არჩეული ხელისუფლება უნდა იყოს ყველაზე ლეგიტიმური, ხო, და რაღაცა წარმონაქმნი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცდილობდა, რომ ამოსე ყველაფერზე მაღლა დამდგარიყო, თან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ჩვენი მოქალაქისგან. არანაირი გარედან დაფინანსებული ორგანიზაცია ცდილობდა, რომ ყველას, ანუ ხელისუფალს და პარლამენტს შორის შუაში მდგარიყო, მის გარეშე არც ერთი საკითხი, არც ერთი კანონი არ უნდა მიღებულიყო და როცა ჩვენ ესე თანამშრომლობთ, რომ დავინახეთ, რომ იმ არჩევნებზე მით უმეტეს, ხო, სპეციალურად გაყალბებულია მისვედის თემაც, რომ ეს ყველაფერთან დაკავშირებული. როცა მოვიკითხეთ ეს ყველაფერი და ხელფეხ გახსნილია, ვერავინ ვერ ეხებოდა, არ შეიძლებოდა მათთვის კითხვა დაგესვა და ისინი მოქმედებდნენ აბსოლუტურად ზიადამიანური, ასე ვთქვათ, შეხედულებებით, ხო. პირდაპირ იყო ეს კანონი მათ მიმართ მიმართული და ხო ხედავ როგორ ბრჭყალებში ვიტყვი გაიშიფრა ეს ყველაფერი. თორე თუ შენ კეთილსინდისიერად მართლა მუშაობ, ორგანიზაცია ხარ, ფინანსები მით უმეტეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან. რა გაქვს დასამალეთ? რას გთხოვდა შენ? ანუ იმუშავა კანონი რას გთხოვდა? არა, ის კანონი ხო ეხლა ფარას კანონი კიდევ უფრო მკაცრად, რა თქმა უნდა, იმუშავა და იმიტომ ხდება ეს ძიებები, სხვადასხვა მექანიზმების, რომ ეს თავარი, რასაც ჩვენ დავარტყით, მიზანმიმართულად არ დავმალავ ამას, რომ დიახაც ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს ჭირდება გამჭირვალობა, მით უმეტეს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციებისა, რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ. ეს ძალიან მარტივი გასაგები უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის. და მთლიანობაში მივდივართ მათ, ხო არაფერი შეცვლილა. სად არის აქ რუსული ან ხაზი ან ეხლა ესენი დაარქვევენ, აი ფარასაც დაარქვეს, ამერიკული კანონია, მაგრამ რუსულს არქვევენ. ხო, ნუ ყველაფრის თქმა შეიძლება, ამათ რომ გაყვე, ყველაფერზე შეიძლება ამერიკაზე იყო გათვალისწინებული და არა საქართველოზე ეს კანონი. ხო, გახსოვთ, ჩვენ დაიწყეს რაღაც 38 წელზე ქონდათ აქცენტი,
მაშინ გააუქმებდნენ დღეს რატო მუშაობს და დღეს რატო ხელმძღვანელობს ამერიკის ასე ვთქვათ კანონმდებლობა ამ კანონით, ხო? ნუ არ შეიძლება ამ ადამიანებთან მსჯელობაში სამწუხაროდ არ შეიძლება ეს ხომ ჩვეულებრივი პროცესი იყო, სადაც მათ შეეძლოთ გაემართებინათ თავისთავად. ხო გახსოვთ როგორი ნებათა ღელვა მოყვა და ის მის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება მას სახალხო დამცველის მოადგილე იყო მე მგონი. რომ რას ამბობთ ევროკავშირმა რო გითხრათ ხო ეს ხო დღეს ხო ეს ხო ეს ხო სასაცილო გახდა. რისი თქმა მინდა იცი წინ რატო ვარ წასული ეს ყველაფერი გამოაშკარავდა და ეს უკვე იმდენად მიუღებელია ეს მიდგომა. იმიტომ ვიცახი რომ საქილიკოა რომ რას ნიშნავს შენ როცა ელემენტარულად ხო ადამიანი ხარ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში კითხვა როგორ შეიძლება არ დასვა მით უმეტეს როცა შენ გეხება ხო ეს ჩემთვის კარგი იქნება ცუდი ოპ კითხვაც არ დასვა რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო ცალფეხზე დადეგი ცალფეხზე იმდენად ეს ხო გამოაშკარავდა და ჩვენ არა ვართ ის საზოგადოება ამიტომ ვიძახი ვის აქვს უფლება რომ ჩვენ საზოგადოებას მსგავსი, ასე ვთქვათ, საკითხებით და ეპითეტებით ესაუბროს, როგორ უნდა აკადროს შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას, შენს წარსულს, რომ ცალფეხზე დადგე, იმიტომ რომ სადღაც რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა? ეს არ არის ჩვენი, აი რაც დავიწყე, რომ ეს ქარტეხილები ისე გამოიარა, თორე ესე ქეთევან წამებულის მიიღებდა მაჰმადიანობას და არ იქნებოდა დღეს წმინდანი, ხო? და ესე უამრავი ფაქტი არის, მაგრამ ამის ამ განხორციელებული გმირობების, მსხვერპლშეწირვების და ამ ასე ვთქვათ ჩვენი წინაპრების მიერ გაღებული ამ სისხლის რა უფლებით გააქვს შენ ასე ვთქვათ რომელიმე ორგანიზაციის მიერ დავალებით რომ შენ მოქალაქეს ესე ესაუბრო, არც გააგებინო, არც განიხილო და პირდაპირ თავს მოახვიო, რაც არ უნდა კარგი იყოს. გასაგებია, ბატონო პრეზიდენტო. შენი გაგება. ასევე საქართველოს პარლამენტში უკვე მომზადდა დოკუმენტი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩელში იქნება არის უკვე ჩამოყალიბებული, რომ უნდა აიგზავნოს ნაციონალური მოძრაობა, ახალი, რომელიც ნიკა გვარამიას პარტია და ასევე ლელო. საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია როგორი არის ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით? თავისთავად ეს პროცესი, რომელიც განხორციელდა, თქმა უნდა, მე თვალყურს ვადევნებდი ვერ ვიქნები ხო რადგან საქართველოს პრეზიდენტი ვარ რა თქმა უნდა შეფასებაში შეიძლება ცოტა განსხვავებული შეფასება მქონდეს მაგრამ ის წინაპირობები თავად ვიყავი ჩართული და ამ ძალასთან რომელზეც ყველაზე მთავარი კითხვა ამ ძალის მიმართ არის ეს ნაციონალურ მოძრაობასთან მის ზარალთან რა ვიცი ხო რამდენი გადაცემა და რამდენი ასე ვთქვათ ჩემი გამოსვლა მიუძღვენი რომ ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში რატომ ხო ახლა მე რა თემებზეც ვისაუბრე ყველა თემაში ფიგურირებს ეს ძალა ყველა თემაში რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა და მისგან ასე ვთქვათ წარმოქმნილი პარტიები ხო განშტოებები ეს ლელო რაშუაშია ხო ალბათ ამ კავშირში როცა იყო ასე ვთქვათ საგამოძიებო კომისიის თემაში იქ ფიგურირებდა ამ პარტიის წარმომადგენლების და ამ პარტიაზეც იყო საუბარი მე როგორც ვიცი ინფორმაციაც მაქვს რომ აქ არ იყო საუბარი მხოლოდ 2012 წლამდე 2012 წლის შემდეგ ეხლა გარე ძალებთან დამოკიდებულებაში არის რაღაც ფაქტები ალბათ და იქიდან გამომდინარეა ალბათ ეს პარტიაც წარმოდგენილი ხო მაგრამ ამაზე რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო მივანდოთ ასე ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოს რაც გადაწყვიტავს მე ჩემ პირადას მოგახსენებთ რომ რა გსურს ჩვენ რაზეც მე ვისაუბრე ყველა გზა მიდის ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან ჩვენი სახელმწიფოს სამშობლოს მოთხოვნებში დაბრუნებასთან, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს შენ სამშობლოს. აქედან გამომდინარე, როდემდე უნდა იყოს სივრცე მუდმივად დაბინძურებული პოლიტიკურ სივრცეზე მაქვს საუბარი და როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე და რას ნიშნავს მასში სახელმწიფო ინსტიტუციების სახელმწიფო თუ არ რეაგირებს ესეთ გამოწვევებზე. როცა ესე მიზანმიმართულად გარედან დაფინანსებული ქმედებებით აზიანებენ პოლიტიკურ სივრცეს და
თავარი საკითხი ხო ის დანაშაულები რომელიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ რა თქმა უნდა ეს იძლევა ჩემის აზრით პირადად ვიძახი ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ნამდვილად ხელს უშლის ჩვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას რომ დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გარდაუვალია როესაც არ მოხდეს და არ შეიძლება სხვანაირად ვიფიქროთ მაგრამ რაც შეეხება ამ პარტიებს მოდი მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რა განაჩენს გამოვიტანს ჩემი პირადი შეხედულება მანამდეც ისოდა და ეხლა თავს ვერ მოვიტყუებ სხვანაირად ვერ ვისაუბრებ თუმცა ხო არა ჩემი შეხედულება რომ ხა პარტიები აუცილებელია რომ ჯანსაღი პარტიები არსებობდნენ პოლიტიკურ სივრცეში საქართველოში და ესეც იქნება არც ამაზე განსხვავებული აზრი პირიქით ესენი აფერხებდნენ ეს ძალები იმიტომ რომ არა როგორც ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები ისე მოქმედებდნენ არამედ მოქმედებდნენ აბსოლუტურად დაკვეთით და მიზანმიმართული დაზიანებით სახელმწიფოებრიობის და ჩვენი სახელმწიფოსი ამიტომ აქ იძლევა ეს სარჩელი იმის შესაძლებლობას რომ მოხდეს განხილვა და დაველოდოთ პასუხი. ბატონო მიხეილ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ის პარტიები, ვიზეც ახლა თქვენ საუბრობდით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი ზურაბიშვილი და საერთოდ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანა მიყავთ ავტორიტარული რეჟიმისკენ, რომ კანონებზე იღებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ამკაცრებს ყველაფერს, რომ მაგალითად აი ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსი, რომელიც რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის იყო მანამდე ჯარიმა, ახლა არის პატიმრობა, რომ ყველაფერს ხელისუფლება ირგებს სათავისოდ. აი აქ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია რა არის? საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია რომ სახელმწიფო თავმოყარე, ამბიციური, ისეთი როგორცაც ჩვენ მივისწრაფით რომ შევქნათ იდეალური სახელმწიფო, რის პრეტენზიაც გვაქვს, აუცილებელია რომ დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს. ამაზე აქვს საუბარი. და ეს ადამიანები, რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ინსტიტუტებს აკრიტიკებენ, რომელიც კანონის მიხედვით აღასრულებს კანონს და ასე ვთქვათ, სხვა ვალდებულება არც გააჩნიათ და უნდა იმოქმედონ. მე პირიქით ვიტყოდი, რომ დიახაც სახელმწიფო უნდა დაიცვას ყველა ინსტიტუცია და აქეთ შეუბრუნებდი კითხვას. დამისახელონ ერთი განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ანალოგიური ქმედებისთვის არ იქნება დასჯილი მოქალაქე, რა ქმედებებსაც ჩადიან ეს მოქალაქეები, როცა ათეულობით ადამიანს შეუძლია ცენტრალური გამზირი გადაკეტოს თითქმის ყოველ დღე, არავინ არ მისცემს ამის საშუალებას. დარწმუნებული ვარ და 100%-ით შემიძლია გიპასუხოთ და ვერცეთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ესე ყოველდღიურში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება იმ სახელმწიფოში და გაცილებით მკაცრი კანონებიც არის. და ამიტომ ეს ხო სპეკულაციაა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კანონთან მიმართება, ეს სპეკულაციებია. ეს არის იმისთვის, რომ ამ ადამიანს რატო კეთდება ეხლა ეს მოდი ამაზე ვისაუბროთ, რომ რატო კეთდება ეს, რატო კეტავენ კუჩას? რატო? ეს ხო პირდაპირ კავშირშია ის რაც მოხდა ახალი არჩევნები გვინდავა. არა, თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაშიც ხო ეს ხო ერთი ძალაა, ეს ხო ჩვენ არაერთი ფაქტობრივი მასალა გვაქვს იმის, რომ deep state-ს ვეძახით ჩვენ და ის ძალები, რომელიც აქ მართავენ და ამ ფულს, ესე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით აგზავნიდნენ და ეხლა სხვადასხვა საშუალებებით კვებავენ ამ ხალხს, რომელსაც ძირითადი ნაწილი მაინც დაფინანსებული არის ამ გარე ძალების მიერ და ფონს ქმნიან, რომ ეს პროტესტი არის საქართველოში. ეს ხალხის პროტესტი არის, უმრავლესობა ხალხი, აი ხო ხედავთ, 325 დღე ხალხმა ისევ გადაკეტა. ყურში რო უსმენს ეხლა წარმოიდგინეთ ევროპელი მოქალაქე, ხო? ცენტრალური გამზირი იკეტება, ესე იგი მართლა პროტესტია ხო? აი მაგალითად ზია ამაღლობელი, რომელიც საქართველოში გაასამართლა სასამართლომ, ევროპა პარლამენტმა მისცა ძალიან მაღალი ჯილდო, ხო, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, რაც არის ევროპარლამენტში სახაროვის ჯილდო. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
აი ამის გაგზელებაა, რას ნიშნავს და ეს არის ჩემის აზრით ეს არის არა თუ ქართული ხალხის ხარდაჭერა, ეს არის ქართული ხალხის შეურაცხყოფა მსგავსი ქმედებები. მანამდე ნიკა გვარამია ჩაიყვანეს იქ ამერიკაში რაღაც მედია ჯილდოთი დააჯილდოვეს ადამიანი, რომელიც არ ვიცი ხო ყველაფერი გააკეთა, რომ აი სიბინძურე, რომელიც დღეს მედიაში არის, მისი შემოტანილია და ეს აღქმებით წარმოებული ეს პოლიტიკა, აღქმებით წარმოებული და შეურაცხყოფები და შემდეგ მისი დაბინძურებული არის, ისი პირადად დაბინძურებული არის ეს მედია სივრცე, მისი დაწყებული არის მსგავსი, ასე ვთქვათ, და მისი მომხრეების, ხო? ეს ადამიანები დააჯილდოვეს, ის რომ ეს რას ემსახურებოდა, ხო? ეს მთელი პროცესი იყო, რომ არ უნდა შედგეს ამ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო არ უნდა გაძლიერდეს მისი ინსტიტუტები, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეთანხმებიან, ამიტომ ყველა გზა უნდა მოვნახოთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით, რომ დავაზიანოთ. ვინ უნდა დავაზიანოთ? დავაზიანოთ პოლიციელი, დავაზიანოთ საჯარო მოხელე, დავაზიანოთ ხელისუფალი, რითი უნდა დავაზიანოთ? ხო და ეს ტექნოლოგიები რუსული ზახილი ხო ერთია, შეურაცხყოფა რომ ეს უნიათო არ შეუძლია, ეს გარტყმა პოლიციელზე ამას ნიშნავს, რომ შეხედე რა შემიძლია, რომ ეს თქვენი პოლიციელი არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის და ესე შემიძლია შეურაცხყოფა მივაყენო, ხო? აი ეს იყო წარმოჩენილი, ეს არის დავალება, რომ მე ამას გავაკეთებ. ეს ეხა მიზანმიმართულად რო ხდება, ეს გადაკეთვა ქუჩის და მიდიან პირდაპირ ციხეში, ხო იციან, რომ ამას რა მოყვება, რეაგირება, მით უმეტეს ეს რაც თქვენ ახსენეთ კანონმდებლობის შესწრით, ეს ხო იციან, მაგრამ მათი მხრიდან არის ეს, ასე ვთქვათ, დაფინანსებულის და სად მივდიოდი ახლა, რომ არჩევნები რატო ვახსენე თვითმმართველობის, ხო? აი ამაზე არის ჩემი მომდევნო კითხვა, მაშინ როდესაც ქვეყანაში არჩევნები იყო და მე ვნახეთ რა მოვლენების განვითარდა აქ თქვენ სასახლესთან, მე იყო სხვადასხვა სახის განცხადებები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა დასავლეთისგან რომ დაეგმოთ ეს ამბავი რაც დატრიალდა თბილისში. თქვენ ამ პროცესებს რაც განვითარდა თქვენ სასახლესთან, როგორ უყურებთ და მე აქვე ჩაგეკითხებით? ამ ჭრილში უყურებ, რასაც აქამდე შევეხე იმ თემებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, მანამდე 21 წელს ხო ის ისვედის თემაც, ეს ყველაფერი ერთი ქსელია, ერთი ჯაჭვია, ერთი და იგივე აქტორები ყავს გარედანაც და ეს პროცესი იყო სწორედ გარედან დაფინანსებული, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ყველას თავისი როლი უნდა ჰქონოდა და სად მიდის ეს პროცესი, ხო? ისიც ახალს ვერ იგონებენ, ხო? რატო იყო ხშირად ხსენება მაიდანის, ხო? როცა არჩევნებში ვერ ამარცხებ, როცა ძლიერია ხელისუფლება, როცა ხალხის ხარდაჭერა აქვს, როგორმე უნდა მოხდეს ძალადობრივი ქმედება რევოლუციურ, რასაც არ მალავდნენ, ხო? ტერმინად შემოიღეს, ხო? თან, ასე ვთქვათ, რევოლუცია, მშვიდობიანი თემა შემოიტანეს, რომ ხალხი არ დაპანიკებული იყო და თან დამხობა, ხო? ერთმანეთთან შეუსაბამო სიტყვები შეაერთეს. ამაშიც ხო ჩანს მათი აზროვნებაც და დამოკიდებულებაც, მაგრამ რადგან დავალებაა, რომ თქვენ ეს აუცილებლად უნდა განახორციელოთ. მათ დიდი ძალა აქვთ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას. ამიტომ სხვა გზა არ არის არჩევნებში, შანსი არ აქვს თქვენ გამარჯვების, ერთადერთი საშუალება არის, რომ უნდა გამოხვიდეთ და დაამხოთ ეს ხელისუფლება. როგორც მოხდა მაიდანი, როგორც მოხდა მანამდე ვარდების რევოლუცია, როგორც ხდება რომელ ქვეყანაში ნეპალის ახსენებდნენ სულ ახლახანს განხორციელებულს. არაფერი განსხვავებული არ არის, არაფერი ახალი არ იყო. თვითონ ახსენებდნენ ამ თემებს, რომ ერთი და იგივე სამიზნე რატო იყო თქვენი ადმინისტრაციის ერთი და იგივე ინსტრუქცია და ერთი და იგივე ხალხი მოქმედებს. ანუ რო აიღოთ არაფერი განსხვავება არის, ჩადით ახლა სლოვაკეთში იგივე ძალები იქნება საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, არ ვიცი მე, კულტურის მუშაკები, იგივე ძალები ებრძვიან, იგივე ასე ვთქვათ, დაფინანსებული გარედან, იგივე ხალხი არის. ერთი და იგივე ინსტრუქცია, ვისაც ესენი ემსახურებიან. დაახლოებით 99%. ვერავიზე ვერ ვიტყვი, რომ სხვანაირი, ასე ვთქვათ, წარმოდგენა აქვს და სხვანაირად ძულობს. ყველა მიბმულია ამ, ასე ვთქვათ, დავარქვათ ჩვენ თუ გინდა გლობალური ომის პარტია და Deep State-ი ყველა ამ ძალებთან მიბმულია, რითი ეს გასარკვევი არის, რა ასე ვთქვათ, ვალდებულებები გააჩნიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ემორჩილება მათ დირექტივებს და ეს პროცესი მიმდინარეობდა. არის რეალობა განსხვავებული.
ამიტომ ვერ აღწევენ წარმატებას. და რატო ვერ აღწევენ წარმატებას? რაზეც მე ვისაუბრე, იმიტომ არის ძლიერი, გამოცდილი, უკვე ხელისუფალი საზოგადოება, რომელიც არის მუდმივად ინფორმირებული, წინ აღუდგა კიდევაც და კარგათაც იცავს თავს. მთელი ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი სამშობლო და ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ ვერ ახორციელებენ ამ გეგმას. აი აქ რატომ იყო ის პროცესები, რაც იყო, ხო? თქვენ როგორი ანალიზი და თან რა ინფორმაცია გაქვთ? აი რატომ მოვიდნენ თქვენ ადმინისტრაციასთან? არაფერი განსხვავებული, აი რაზეც მე მოვყევი, ჩათვალეს რომ ერთი ლოკაცია ავირჩიოთ, სადაც მცირე გამარჯვება შეიძლება წარმოვაჩინოთ, რომელი შეიძლება ეს იყოს მათი გათვლით შეიძლება ყოფილიყო ეს პრეზიდენტის სასახლე, იქ შეიძლება პატარა შენობა რაღაც მივახციოთ რაღაცას, რომ წარმოვაჩინოთ, რომ აი შეხედეთ ჩვენ ერთი ეფექტისთვის კეთდებოდა, ანუ ეფექტისთვის არა, უყურეთ როგორ არის, ამას რომ მიაღწევდეთ და აქ ხალხი გამაგრდებოდა, ეს პროცესი, აბა მაიდანი როგორ იყო, თქვენ რა გონიათ, ეს პროცესი როგორ არის, სადღაც უკვე გახსოვს ამ გამოსვლების დროსაც ბარიკადები რატო იყო საჭირო? არც მალავდნენ ამას, ხო? ბარიკადებს ერთი ღამეც ვერ შეძლეს რომ გამაგრებულიყვნენ ერთ ლოკაციაზე, რომ რა ხდება მე? ეს მათი ტექნოლოგია ცნობილი, რომ მე ხდება ამ ხალხის ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ამ ლოკაციის გარშემო შეგროვება, ხო? ყოველდღიურად მე მრავლდება მე რომელიღაც, ასე ვთქვათ, სახელმწიფო შენობაში შეჭრა, იქ გამაგრება და ესე ნელ-ნელა ეს პროცესია ჩვეულებრივი, ძალადობრივი, მშვიდობიან სუარყოფა, ძალადობრივი პროცესია. ჩვეულებრივი მარტივია, რაზე ჩვენ ინფორმაციები გვამას ვიძახი რომ ვერც იგონებენ, უნიათოებიც არიან, არც თავი აქვს, თორე რომ იგეცა საშუალება და ჩვენი დიდი მადლობა ბევრჯერ უთხარი და კიდევ ვიტყვი რომ ძალიან მაგრა მუშაობენ ჩვენი სამართალდაცავ ორგანოებიც, უსაფრთხოებაც ყველა და აღარ არის ეს დამალული, ძალიან კარგად ხვდებით, ხო, არც ვარგიან, სხვა შორის წინა ინტერვიუში განვაცხადე რომ ჩვენს გქონდა ინფორმაციები მათი მხრიდან, მათი დამკვეთების მხრიდან ჟურნალს იგდო რომ არ არის ცოტა ხალხი ვინც ამათთან კავშირშია და ამ დაკვეთებს აძლევენ და ჩვენს გვაქვს რაღაცა ინფორმაციები ისინიც კი გაგიჟებული არიან, იმდენად უნიათოები არიან, ვერაფერს ვერ ახერხებენ. ვერაფერი ვერ მოუხერხეს ამ ძალებს, ამ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას, არც ლიდერი ყავთ, არც შეუძლიათ, უნიათოებიც არიან, სუსტებიც არიან. არაფრის თავი არ აქვს და ამიტომაც იგონებენ სხვადასხვა სხვათა შორის ესეც გვაძლევს იმის საბაბს რომ ესეთი მომზადებული რო ვართ, ზუგს არ ვაქცევთ. ჩვენ ხო შეგვიძლია ხალხი იტყვის რომ კაცო რა გინდა თუ ესე გექცევა ეს ძალები, ეს ევროკავშირის წავრხო ნახეთ რომ წინასწარ დაწერილი ტექსტებით გამოვიდნენ მაია სანდუ იქ რაღაცა ევროპარლამენტარები რომ ქართული ხალხის გვერდზე ვარ, ეს უნდა მომხდარიყო და მათი ეს განცხადებები კიდე მხარში დგომის უნდა სოფლიოში გაჟღერებულიყო. ესე არა, ვახო ეს კი ჩვენ გადავლახეთ რატომ იმიტომ ძლიერები ვართ. ერთი წამით დაუში ჩვენი სისუსტე, აქ რა პროცესები განვითარდება. ჩვენ ხო ეხლა ღიმილით საუბრობ, იმიტომ რომ გადალახულია ეს თემა და აღარ შეიძლება პრინციპში ჩვენ დავადექით ამ გზას, ჩვენ აღარ ვითვალისწინებთ მათ აზრს, იმიტომ რომ პირდაპირ უკვე 100%-ით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ პირდაპირ დამოკიდებული არიან ეს ძალები ამ გარეძალებთან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაიწმინდოს პოლიტიკური ველი და ჯანსაღმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყოს საქართველოში ფუნქციონირება. ეს არის მთავარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბატონო მიხეილ, ამ პროცესების შემდეგ ითქვა ისიც, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ჯებირი, რომელიც გადმოინგრა, რომ ჩემ დროსო ძალიან კარგად იყო გამაგრებულიო. მე მოქმედი ვარ, აი ესეც ხო, ამაზე ცალკე კითხავთ, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმაციას. შემიძლია სერიოზულად პასუხო მთელმა საქართველომ ნახა პირდაპირ ეთერში რა და როგორ იყო, არ ვიცი. რა ჯებირი, რა დაზიანებულს ჩემ, არ შეიძლება ამაზე სერიოზულად პასუხის გაცემა. ამ ქალბატონის ქმედებები, რომელსაც კვლავ პრეზიდენტად წარმოუდგენია თავი და ესეც ხომ ნათელია, რომ თვი არ გავა, კვირა არ გავა, წამყვანი მედია საშუალებები უთმობენ ეთერს, ხო? ესეც ხო ესეთი ეს კითხვა ხომ უნდა დაისვას, როგორ ხდება ეს ყველაფერი, რასთან დაკავშირებით, რა ასე ვთქვათ, გავლენები აქვს ქალბატონს, რომ ამდენი მედია საშუალება უთმობს
ეთერს, ხო? მაგრამ ეს რომ დღეს ხდებოდეს, მე რო არ მქონოდა ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ, როცა მან დაიწყო ანტიკონსტიტუციური ქმედებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებები, მე ჯერ ხალხის ძალას წარმოვადგენდი, მაშინ მქონდა სწორედ იმ მათი პატრონებიდან ინფორმაცია, რომ ეს ქალბატონი უკვე მათ მხარეს იყო და რითი პოზიორობს, უყურეთ, მოქმედი პრეზიდენტი ვარო და მეო ხალხის მიერ არჩეული ვარ. უყურეთ, ხა როგორი პარადოქსია საქართველოში მით უმეტეს. ის არის პირდაპირ მნიშვნელობის ქართული ოცნების მიერ არჩეული, ქართული ოცნების მხარდაჭერების მეორე ტურს აღარ ვიხსენებ რა ხდებოდა, ხო? ეს ქალი რითაც პოზიორობს, იმ ძალას დაპირისპირებულია დღეს თითქოს ამ ხელს რუსული და შემდეგ ვის მიერაც აირჩია. აი ვის გვერდითაც დგას, იმ შეფასებებს აღარ გავიხსენებ, ვის გვერდითაც დღეს დგას, რომ ის ხალხი როგორ აფასებდა, როგორც ადამიანს, როგორც ქალს, როგორც პოლიტიკოს, ну არ ვიცი, აი გვარამიაზე რომ მქონდა საუბარი, აი სიბინძურე პირდაპირ კავშირშია ამ ქალბატონის შეფასებაში საჩვენებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორ აფასებდა ძალა განსხვავებული პოლიტიკური პარტიის მეორე პოლიტიკური პარტიის, ასე ვთქვათ, კანდიდატს. ხო? ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს და ეს ქალბატონი, რომელიც დღეს პოზიორობს, რომ მე ერთადერთი ამ ხალხის მიერ არჩეული არც კი სხვენია, ამ ხალხს დაუპირისპირდა და ეს არის პარადოქსი, რომ მაშინ გამოდის სიმართლე თქვენ იმ ჟურნალისტმა, მაგრამ ვინ გაბედავს, რომ ეგ დაუსვას კითხვა, ვინ აგირჩია შენ? შენ ხო იმ ხალხს ებრძვი, ხო ვინ შენ აგირჩია? ეს ხო წარმოუდგენელია, შენ ხო არჩეული ხარ იმ ხალხის, ვისთანაც დაპირისპირებული ხარ, პირდაპირ მნიშვნელობით და შენ დგახარ იმის გვერდზე, ვისაც, აი შეუძლიათ არქივი ამოიღონ, როგორ ამკობდნენ ამ ადამიანს საშინელი სიტყვებით და საზიზღრობებით ბოდიში საზოგადოებასთან და ეს ხო ჩვენი რეალობა, ამას ხო ვერავინ ვერსად ვერ დამალავს და ეს ხო იცის ჩვენმა საზოგადოებამ. ეს ქალბატონი სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ არ მინდა დიდი დრო დავუთმო, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით არის დაკავშირებული ამ გარე ძალებთან, პირდაპირ ასრულებს დავალებას ნებისმიერ თემაში გამოდის, ну არჩევნები პირველ დაზიანება, რომ მას უნდა განეცხადებინა, ჯერ კიდევ შეფასებული არისო CSKO-ს მიერ, ეუთოოდირის მიერ ეს გამოვიდა, პირველი დადგა ტრიბუნასთან და პირდაპირ დაარქვა FSB-ს არჩევნები და ამ სამარცხვინო აღვირასხნილ კამპანიას აწარმოებს ამ ტელევიზიებში და აზიანებს არა ხელისუფლებას, არამედ ჩვენ სახელმწიფოს. მართლა სირცხვილია, მაგრამ ეს უკვე გადატანილი გვაქვს ჩვენ. კარგად გვაქვს შეფასებული, კი ვიძახდით, რომ არანაირი შანსი არ აქვს. სააკაშვილი დაჭერილი იყო, ამაზე ქონდა აქცენტი, ამის გარშემო გაერთიანებულიყვნენ ეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ დავინახეთ, ხო, ეხა ერთმანეთს აგინებენ, ამ ქალბატონსაც იხსენიებენ უკვე სხვანაირად და ეს პროცესია მილევადი. აქ თავარი საკითხი არის, რომ როგორმე ჩვენ დაწყებული გვაქვს. ჩემ საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ამაში ყველა რაღაცნაირად ჩართული ვარ და ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ამ, ასე ვთქვათ, დახშული სივრციდან და რეალობას გაუსწოროთ თვალე. რეალობა რა არის? რეალობა არის, რომ ამის პარალელურად, როცა აზიანებენ ჩვენ სახელმწიფოზე და ესეთი ეპითეტებით ამყოფენ, რომ აგერ ავტორიტარული რეჟიმი, დიქტატურა და შემდეგ, ამის პარალელურად პირიქით ხდება. და ვინ შემფასებელია ევროკავშირის წარმომადგენელი არის უნგრეთი, ხო? აი შურსო საქართველოს წარმატებისო. პირდაპირ იძახდა ორბანი, ხო? როგორი გონიერი ქმედებაა ეკონომიკის მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით, ეროვნული ინტერესების მიმართულებით. სამაგალითო ვართ, სამაგალითო ხდებით. ეს პროცესი დაწყებულია. აქ მინდა ჩემ საზოგადოებას უთხრა, რომ ძალიან ბევრი საკითხი შემოვა, როცა ეს პოლიტიკური ველი გაიწმინდება. ხო დავინახეთ ახლა პროცესი, სადაც თუნდაც კორუფციის დონე, ჩვენ ხო არ მალავთ, რომ არსებობდა თურმე, ხო არის, ხო და ეს პროცესი ჩვენ ვიღაცას არ ეწყინოს ან ვიღაცამ სხვანაირად დაინახოს და მოდი ახლა ამ პროცესს არ შევეხოთ, არა, რადგან ჩვენ დავდექით, რომ ჩვენ გვინდა სრულყოფილი ქვეყანა ვიყოთ და რადგან გაცხადებული ნება პირდაპირ განაცხადა, რომ ამბიცია გვაქვს, რომ ჩვენ სოფლიოში სამეულშუა შევიდეთ, როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, გამჭირვალე და კორუფციით ასე ვთქვათ, დაცილი ქვეყანა, ხო? და როცა ესეთი ამბიცია გაქვს, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ამ გამოწვევებზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებას რა ჭირდება, ხო? ის ფონი, რომელიც ეხლა შექმნილია ამ სოფლიო გამოწვევებიდან,
გამომდინარე და ჩვენი ქვეყანა ესე გონიერად იქცევა, ამას რა ჭირდება ეხლა რომ სტაბილურად მოხდეს ამ პროცესის, ასე ვთქვათ, წინსვლა და განვითარება, რა თქმა უნდა, განათლების რეფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია განათლების რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ რის თქმა მინდა, რომ იმდენად მნიშვნელოვანი თემები ამოდის ზედაპირზე, რომ ჩვენ მოქალაქეებს ურჩევდი, თხოვდი, რომ მოდი ამ საკითხებზე გავაკეთოთ რეაგირება. თორე ეხლა თქვენ დაასახელეთ, რომ მსახიობია, სტუდენტია, აქტივისტია თუ არ ვიცი ეს აქტივისტი რას ნიშნავს, ხო? დამისახელოს, კაცო, კანონში ჩაიხედოს, კონსტიტუციაში ჩაიხედოს, სად არის ან დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი სად არის, ისარგებლა შენი უფლებებით. ვინმე შეიჭრა შემოქმედებით ნაწილში და უთხრა, ან ამას რატო იღებ, ან ამას რატო აკეთებ, ხო? თეატრის მსახიობები გამოდიან და სირცხვილია, კაცო. რო ედრებიან, 27 წელს ედრებიან და რა საბჭოთა კავშირს ედრებიან, მაგრამ იმ საბჭოთა კავშირის დროსაც შედევრები იქმნებოდა იმის ფონზე, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, თავი ეპოვათ. ესენი ამ თავისუფლებაში რო იგონებენ რაღაც ეწოლებს და თავით ეტაკებიან და ციხეში მიდიან არაფრის გამო, ხო ეს კითხვა, იმიტომ დავიწყე, რა საპროტესტებენ. ალბათ 300, არ ვიცი, 400 დღეს რო დაუსვა კითხვა, დაავიწყდებათ, რომ რატო დაიწყო ეს პროცესი. ამ ასე ვთქვათ, აქციის, რა საპროტესტებენ? ხო, მათი განცხადებები რასაც ითხოვენ, ხო ბატონო მიხეილ, ახალ არჩევნებს? რატო ითხოვენ ახალ არჩევნებს? ის არჩევნები იყო, ასეთია ფაქტი სად არის, ხო, ამოვარდნილი არიან ყველანაირი, ასე ვთქვათ, სააზროვნო სივრციდან, მსჯელობაში ვერ შემოდიან, ხო? მე ხო ფაქტებით უნდა ვისაუბრო, რაღაცას რო არ გეთანხმები, უნდა დაგისახელო, რომ შენ გააყალბი არჩევნები და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტით შენ არ აქვს უფლება, რომ ხელისუფლება მართო. ეს ფაქტი არ არსებობს, ეუთ თოდირმა შეაფასა, უბრალოდ მე სურვილი მაქვს, მე არ მომწონ ხარ, ვიხდი, ეს ხო, ეს საბავშვო ბაღია, ამას ჩვენ ვერ დაუთმობ დროს და თქვენ კითხეთ და მე პირიქით ვიქნები მოწოდებული და მოუწოდებ სახელმწიფოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს აღასრულეთ კანონი. ეს არის სახელმწიფო, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა და ის ადამიანები, ვიზეც გაქვთ თქვენ აქცენტი, რომ მათი უფლებები ირღვევა. იქ რომ ეს ათეულობით ადამიანი კეტავს, აქ უმრავლესობის ვინც შენ აგირჩია, იმათი უფლებები ირღვევა, კეთილი ინებე და აღასრული. აი ამას ვეთყოდი სახელმწიფო სტრუქტურებს. რა თქმა უნდა, კაცო, ეს ადამიანები გაგებით ქართველი, ხო იცი, ყველაფერს გაგებით ეკიდება. გავიდა ერთი დღე, ორი დღე დამანახე ფაქტი, დამანახე რომ ეს მართლა რუსულია, მართლა ირღვევა, მართლა გაყალბდა. მე ხო კაცო მერვე სიმკაცრეს იტყობთ ამ კანონის მერვე არჩევნებია და ფაქტები, სტატისტიკა ხო არსად არ მიდის, კაცო. ერთი და იგივე რაოდენობა პლუს მინუს მუდმივად აძლევს ქართულ ოცნებას ხმას. აქ ხო არ ყოფილა, რაღაცა 500,000 იყო და უცებ 1,200,000 გახდა. თითქმის ერთი და იგივეა, ჩვენ იმას მივსტირით, რომ ის მოტყუებული რაოდენობა ხალხის, რომელიც მაგრამ ესეც ბუნებრივია, რომ არ მოწონს შეიძლება ქართული ოცნება, კაცო, მაგრამ სხვა ძალა არ არსებობს, თავადაც ხო აღიარებენ ამას. რომ გაცამტვერებული არიან, არ არსებობს, წარმოიდგინე, ორი დღის შექმნილი პოლიტიკური პარტია. როგორ უნდა გქონდეს, ეხლა თან პრეტენზია აქვს, რომ ყველაფერი იციან. ორი დღის შექმნილმა პარტიამ როგორ შეიძლება ხელისუფლება ასე ვთქვათ, მოიპოვოს. არა, დაამარცხოს თან და თან როგორ უნდა. ერთადერთი გზა არის რევოლუციური. ხო, ამასაც ახორციელებინებენ, თორე ჯანსაღ პროცესში ორი დღის წადი დროა, ეხლა ხო არის დრო. 3 წელია, ხო? ზუსტად კარგი დროა იმისთვის, მე ვიცი, მცირე დროც არის, მაგრამ აი რო გაიწმინდება ეს ვერი. ყველა ძალა შეუძლია თან, როცა იცი რომ ხელისუფლების მხარდაჭერს არ ემატება მეტი, ეს მილიონამდე ამომრჩეველია, რომელსაც ხელისუფლება არ ეხატება გულზე. წადი იმ ამომრჩეველზე იმუშავე, ოღონდ ჯანსაღად იმუშავე, კაცო. არჩევნებზე იმუშავე, დღეს იმუშავე, წადი ესაუბრე მას, რომ დაანახო რაღაც შენი იდეები და მოხვიდე ხელისუფლებაში და ეს ხო მარტო შენთვის არ არის, განსწრო ჩვენ ხო ამას უნდა რაღაც იმუშავებ, ბატონო მიხეილ, თუ აიგზალება ეს პარტიები, სამუშაოს აღარ ეხლებათ. იმათ ხარდამჭერებს ეს ეხლა ვინც აიგზალება, მე მათი არ მაქვს საუბარი, ნაციონალური მოძრაობა ისეთი დაუშავა, რომ ალბათ ძალიან ბევრი წელი დაგვჭირდება სწორედ იმ ამომრჩევლისთვის, რომ
გამოფხიზდეს და აზზე მოვიდეს, რომ რა ძალასთან ქონდა საქმე, თორემ მე ჯანსაღ პოზიციებზე მაქვს საუბარი, ჩვენ ამისკენ დაძრული, რისი თქმა მინდოდა კიდე რომ კარგად გამოიკვეთეს ეს, რომ ჩვენ ეს რეალობა აღქმული გვაქვს. ხელისუფლებას თუ ძალიან ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და ძალიან დიდი ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მფლობელები ვართ და ძალიან კარგად ვხედავთ პროცესებს, იმიტომ არის, რომ წინსწრებით, ასე ვთქვათ, პრევენციას ვახორციელებთ, ამისთვის მომზადებული ვართ და იმისათვის ამასაც ხوارმალავთ, კაცო, ეს ჩვეულებრივი შეჯიბრია პოლიტიკური პარტია, ჩემი გადმოსახედიდან ესეა, რომ პოლიტიკური პარტია მეორე პოლიტიკური პარტია კონკურენტები არიან, მე უნდა გავიმარჯვო, მე ხო შენ როგორ გაგაძლიერებ, კაცო, მე უნდა გავძლიერდე შენ გაძლიერებაზე და ამ შეჯიბრში მე მოქალაქემ უნდა დამარწმუნო შენ, რომ შენ უფრო ძლიერი ხარ, ჩვენ და შენ უნდა აგირჩიო. ხო ამაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, რომ არა აქვს ეს ვალდებულება, მაგალითად, წამყვან პარტიას, ხო? ქართულ ოცნებას და მის ლიდერებს. ისინი გამოდიან დიძახიან, რომ ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, თორე ჩვენ არ გვყავს კონკურენტი და ამით ქვეყნის განვითარება ფერ ხდება. ეს ბიზინა ივანიშვილმაც თქვა და ირაკლი კობახიძემ და სხვა ლიდერებმა. მე როგორც ახლა ზეპარტიული საქართველოს პრეზიდენტი, ჩემთვის ამიტომ ვითხოვ ამ შეასრულეთ კანონი, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სივრცე და წარმოიშვას პოლიტიკური პარტიები, რომელსაც ექნებათ ჯანსაღი ამბიცია, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ბოლოს ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად რაში ცდებიან, იცით, რომ ბიზინა ივანიშვილზე მაგალითად აკეთებენ აქცენტს და ქართულ ოცნებაზე. ქართული ოცნება არის საშუალება, პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ ქვეყანა სწორად მართო. ბიზინა ივანიშვილი და ჩვენ ქართული ოცნება კი არ გვაერთიანებს. აი ეს განსხვავებაა. ბიზინა ივანიშვილი და ჩვენ სამშობლო გვაერთიანებს. ის იმდენად მაღლა დგას და ის რწმენა, რომელიც ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთის მიმართ რწმენა გვაქვს და საქმეში გამოცდილი გვაქვს ეს ყველაფერი, სამშობლოს სიყვარულში გვაქვს ერთმანეთთან ეს გამოცდილი. ამას ვერ იგებენ. და ამას იგებს უმრავლესობა ჩვენი მოქალაქეების, ამას ხედავს. ეს მთელი კამპანია მის დაზიანებაზე სულ ამას ემსახურება, რომ ისე წარმოაჩინონ, რომ მტერი გახადონ, მაგრამ ამას ვერ იგებენ, რომ აქ არაფერ შუაში არ არის ქართული ოცნება როგორ არ არის წამყვანი პოლიტიკური ძალა, მაგრამ იმაზე მაღლა ქართული ოცნება სამშობლოზე მაღლა არ დგას და სამშობლო სიყვარულში რომ გაქვს ერთიანობა, ყოველგვარი რაღაცა რაც უნდა ითქვან, მე ხო ვიცი ეს ურთიერთობები რას ნიშნავს და ამაში ხარ გამობზმედილი რა და ზოგი ამას სხვანაირად იგებს შიგნით ჩვენთანაც შიგნით ზოგს ესე ესმის ზოგს ისე ესმის, მაგრამ თავარი მამოძრავებელი ძალა ეს არის და ამიტომაც ვერ ამარცხებენ ამ ძალას და ჩვენ და განსაკუთრებით ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ეს იმდენად განსხვავებული რამე არის, რომ ეს არც პარტიას ეხება, არც ოჯახს ეხება, არავის ეხება, სამშობლოს ეხება, ყველაზე ზეპარტიულს. ფინალისკენ მივდივარ და ორი კითხვა მინდა რომ მოვასწრო. ნახეთ ჩვენ პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები, ბრალი წარედგინა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, არის საუბარი ასევე რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირებზე, სხვადასხვა ფინანსურ, ვთქვათ, კორუფციაზე თუ იმ თანხებზე, რომელიც არ კანონის გვერდისავლით ხდებოდა მათთან, თქვენი შეფასება, თქვენი მოსაზრებები ამ საკითხზე რა არის? განსხვავებული ვერ ვიქნები, ერთადერთი ადამიანური ფაქტორია, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, პრინციპში ამ თემასაც ეხება ჩვენი თანაგუნდელები, პატივსაცემი ადამიანები, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, დამაზიანებელია ადამიანურად, ხო? როცა ახლა ერთად გიწევს, მით უმეტეს გადალახეთ ერთად უამრავი, ასე ვთქვათ, გამოწვევა, ხო? და ამ შემთხვევაში უკვე შენ თანაგუნდელზე ასეთ რაკურსში ხდება შეფასებები და გამოძიება და შემდეგ, ხო? მაინც რადგან ჩვენ ამბიცია გვაქვს და პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ყველა უწყებას და მით უმეტეს იმის ამბიცია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამეულში და კორუფციისგან დასცილი და შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ვერ ვიქნები ორიგინალური კანონის წინაშე, რა თქმა უნდა, ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ის მოქალაქე, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოქალაქეურ ვალდებულობას, შრომას, შემდეგ ვერ დადგები მასზე მაღლა, ხო?
მე ხა რაღაც მაღალფარდოვან სიტყვებს კი არ ვიძახი, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ადამიანურად ისინი ახლა დავაკნინო და შეურაცხყოფა მივაყენო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მძიმეა ადამიანურად ის რაც ქონდა ურთიერთობები, პატივისცემა მე არსად არ მიქრება, მაგრამ ცდუნება, რომელიც მათ დაემართათ და ამას უკვე გამოძიება და მივანდოთ სამართალდამცავ ორგანოებს მათი ქმედების შეფასება, რომ ყველასთვის საერთო გახდეს რა და როგორ იყო, ეს მივანდოთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმიტომ რომ ესეც აუცილებელი ფაქტორია, რომ იყოს ყველაფერი გამჭირვალედ და ყველასთვის ასე ვთქვათ თანასწორად გაზიარებული. და ერთწლიანი განცხადებები იმის შესახებ, რომ პარლამენტი არალეგიტიმური იყო, ამის შემდეგ ვთქვათ, რომ გახარიას პარტია საქართველოს პარლამენტში შევიდა, თუმცა აქვე ამბობენ, რომ მაინც არალეგიტიმურია საქართველოს პარლამენტი. რა შეცვლის მათი შესვლა პარლამენტში თქვენი აზრით? არ ვიცი, სამწუხაროდ შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ შეცვალოს ამ პროცესში, მაგრამ ჩემის აზრით მისასალმებელი ფაქტია ამ გადმოსახედიდან, რასაც ვუყურებ, რომ რის ფონზე რა დისკუსიების, რა შეხედულებების და ასე შემდეგ და აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს და თავიდანვე უნდა შესულა შემდეგ, ეს მათი გადასაწყვეტია, მათი საქმეა. მივანდოთ მათ ქმედებას თავად განსაზღვრონ, რას და როგორ გააკეთებენ. ის ფაქტი, რომ პარლამენტში შევიდნენ და ისეც ახლა ისე არ იყოს ჩემი წინამორბედის დადის, რომ ვარ ის ლეგიტიმური და მოქმედი პრეზიდენტი, იგივე შეიძლება ითქვას ახლა, რომ არალეგიტიმური პარლამენტია, როგორ ახარ შენ პარლამენტის წევრი და სად შედიხ, შეფასებაც არ ძღიეს, მაგრამ გასაგებია, არ ვიცი ახლა გასაგები არ არის ჩემთვის, მაგრამ ალბათ ვიღაცებთან რომ თავი იმართლონ, ამის ფონზე აკეთებენ ესეთ განცხადებებს, მაგრამ მე ხო ვსაუბრობ, რომ ეს ძალა იქნება თუ კიდე სხვა ძალა იქნება, ამ ძალაზე ყველაზე ნაკლებად, მაგრამ ჯერა, როგორ შეიძლება არ გჯეროდეს საქართველოში მით უმეტეს. და ამბიცია გაქვს, რომ ძლიერი ქვეყანა უნდა გახდე და ესეთი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანები არსებობენ ყველა სფეროში, როგორ შეიძლება პოლიტიკაში ერთი ძალა არსებობდეს, მაგრამ თუ გამორიცხულია, ესე იგი რაღაცა ზიანდებოდა და ჩვენ ეს გამოააშკარავეთ, რომ საიდან ზიანდებოდა, რომ გარე ძალებს ესეთი დიდი რესურსი ჰქონდათ ჩვენს შიდა პოლიტიკაში. ეს ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადაყვავს და საზოგადოების მომზადება ამასთან დაკავშირებითაც მინდა რომ კითხვები დაისვას და გაიწმინდოს პოლიტიკური ველი და დარწმუნებული ვარ შეუძლებელია რომ საქართველოში არ გამოჩნდეს ძალსაღი პოლიტიკური ძალები და არ გახდნენ კონკურენტი მაგალითად ქართული ოცნების, ხო? შეუძლებელია წარმოუდგენელი, მაშინ არ გწამს ამ ქვეყნის არ გჯერა და მაშინ სხვა რაღაც უნდა გააკეთო და თუ ამ მიმართულებით, ამ წმენით ახარ შენი ქვეყნის მიმართ, როგორ შეიძლება ეს სივრცე არ აითვისოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალებმა. მე ამის ჯერა და მწამს. მადლობა ბატონ პრეზიდენტო, რომ მოგვეცა საშუალება თქვენთან. პრეზიდენტის რანგში პირველი ინტერვიუ იყო ჩემთვის. აჭარის მაყურებელს, აჭარის ტელევიზიის მაყურებელს. მაშასე ასე უნდა დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი პირდაპირ ეთერი, 4 შაბათს შევხვდებით ნახვამდის.